გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 125 შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან შიდა ქართლში ბოლო 2 თვეში მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ქართული მხარის ინფორმაციით საუბარი შეეხო ჰუმანიტარულ საკითხებსაც, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს. მათივე განცხადებით რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციას. მხოლოდ 2 თვეში ასეთი 7 ფაქტი დაფიქსირდა. საოკუპაციო ძალები უკანონოდ აწყობენ და ანახლებენ მავთულ ხვართებს და სხვა ხელოვნურ ბარიერებს. მოგეხსენებათ, დღეს მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 10 თანამოქალაქე. არანაირი კონკრეტული დაპირებები ამ კუთხით გაცემული არ იქნა, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მივაღწიოთ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის საკუთარ ოჯახისათვის დაბრუნებას. ხوار დაუმძიმდა რომელიმე ბრალი, რომელიც აღწევს. არა, ეგრეთ წოდებული ბრალდებები, რაც იქნა ეგრეთ წოდებული აბსურდული ბრალდებები, რაც იქნა მათ მიერ წარდგენილი, ყველა არის ძალაში. რამდენიმე უკანონო პატიმარი ელოდება ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესს, რომლის შედეგსაც ცხელი ხაზის მეშვეობით შევიტყობთ. ასევე განვიხილეთ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ყველა ფაქტი. ამაზე შედგა ვრცელი დისკუსია. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ცნობილი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე იქნება უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის თუნდაც ერთი ფაქტი, ეს არის მძიმე ინციდენტი და ამაზე ყოველთვის იქნება შესაფერისი ადეკვატური რეაგირება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული დღესდღეობით არსებული შეზღუდვების შესახებ. არ მინდა ჯერჯერობით გავაჟღერო დეტალები, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს რეჟიმი შემსუბუქდეს და შემდეგ გაჩნდეს უკვე სხვა პოზიტიური პერსპექტივები. ამაზე უკვე ვისაუბრეთ მაშინ, როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგი.